მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მინდა შემოგთავაზოთ მოკლე ბლოგი, რომელსაც სათაურად დავარქვი გადაგვარებული ქართველი და გადაგვარებული ქართველები. იდეა გამიჩნდა მას შემდეგ, რაც მეგობარმა ჩამიგდო დიდმოწამე მალაფიას ქადაგება, რომელიც ეძღვნება მართლმადიდებლობას და პატრიოტიზმს. რა თქმა უნდა, მეც ვყავარ ნახსენები და არა მარტო მე, ყველა ადამიანები, რომლებიც სამშობლოში ქართული საქმის გაკეთებას ცდილობენ და ასე შემდეგ. მოკლედ ნახეთ ეს ბლოგი და ბოლოში უბრალოდ რაღაცას დაურთავ ჩემ კომენტარს ამ ყველაფერთან დაკავშირებით და თქვენ თვითონ გამოიტანეთ აზრი, რა კატეგორია ადამიანებთან აგვაქვს საქმე, რომლებიც როგორც მეტყველებით კი ქართველები არიან, მაგრამ აი აზროვნებით და სულისკვეთებით და არსით მე არ ვიცი. ამას საერთოდ რა ჰიბრიდი არის და რა დავარქვა, ჯერ ვერ მოვიფიქრე ეს და შეიძლება დამეხმარეთ თქვენს კომენტარებში რას უწოდებდით აი ასეთ საზოგადოებას. ერი დაავადებულია. პატრიოტობა დაავადება არის. უსაქმურობა არის. ამის მაკურთხებელი რელიგია ეს აპარავებს ამას და ეს მივიყვანს ქართველი ეთნოსის განადგურებისაკენ. და განადგურება დაწყებულია და პირველი ეტაპი არის ტერიტორიის დაცლა ქართველი ერისგან. ხორციელდება და ამასობაში მაგ ტერიტორიას ავსებს სხვა ეთნოსი. ადგილობრივი სომხები, ადგილობრივი მრავლდებიან, ისინი არ ტოვებენ. მათ ეგ არ აწუხებს. ნახეთ, არა პატრიოტი აზერბაიჯანელები მათ მრავლდებიან. პატრიოტი ქართველები საფრანგეთიდან პატრიოტობენ. ან ინტერნეტიდან დასვებიან და ტვიტრის უბურღავენ ვერ გავიგების. ვის 30 წელის უკან რო არ დაძდებდნენ გამსახურდიას და 40 წელის უკან. ის ხალხი რომლებიც 70 წელს არის. 70 წლის ხალხმა ზოგი იმით დადის ხელჯოხით და ზოგი კოჭლია და ბრუციანი. აი ამით რა უნდა გააკეთოთ? მედი მოიზიდეთ ქართველები, ახალგაზრდები, პატრიოტები და გაულესეთ თოხები, ბარები, სიმბოლოა თოხები და ბალები მუშაობის. და აბატონო, დავეუფლოთ მიტოვებული სოფლის რაღაც ადგილებს. დავაბრუნოთ ქალები და კაცები, უცხოეთში გადაყრილი პატრიოტები, რო დატოვეთ ეს მიწები და ზოგმა კარმი და მოგაყიდა, რომ ბილეთი შეეძინა თვითმფრინავის და ამერიკაში გადმოღოღებულიყო. ვერმა სახლი გაყიდა იმით, რომ აქ რო ფულს გაკეთებს, მე ისევ სახლს ააშენებს. სახლებიც ააშენეს, ბეტონები დაასხეს, მაგრამ ეს არაფერი არ არის სახლის აშენებით პულს შეჭამ. გამორიცხულია, შენ აქედან როდემდე გინდა ამერიკიდან პური აჭამო შენ შვილებს იქა. იქ უნდა მოიწიო ყველაფერი. და ესე მეგობრებო, საცხოვრებლად საქართველოს და გარედან ყვებოთ გაქცეულმა ხალხმა იქ დარჩენილი ადამიანები და პატრიოტობა ვერ გავიგე რა არის. ლევან ვასაძე საწავიდა. კითხვას კი არავინ არ ასვამს რა. ამ კაცმა ხო ტვიტვენი ამოუღო ყველას ხო? ყვერმილი აღერ არის ბატონო ზის და აპატრიოტობას გვიმტკიცებს. ვასაძე ტელევიზიაში პატრიოტობდა. ეხლა ეგეც აღარ არის. ლიდერი, ყველაზე კაი ლიდერი პატრიოტობისა ვასაძეს ვინმე შეეჯერება. ლექსებსაც აწერს, ჩოხაცაცვია, ჩაჩოხეტანიც აქვს, 8 შვილი ყავს და ერთგული და პატიოსანი. ამასთან ვერ მივა ნიმხაბჩახტილი ყვერმილე. პატრიოტი არ არის ლევან ვასაძე. მე ვერ გავიგე რატო არ არის პატრიოტი. რატო გადამთიციქით და ახალგაზრდები კომპიუტერს მიუჯდნენ და სხვის კომპანიაზე მუშაობენ და ფულს აკეთებენ და მე ამ ფულით ან წამალს იღებენ, ან კიდე კოტრიალობენ. ეკონომიკა ჩვენი არ არსებობს, წარმოება მკვდარია. ამის მიზეზი რა არისო, წარმოება მკვდარია. თეორიები არ მინდა, თეორიები უკვე იმდენია დაწერილი, რა უნდა დამიწეროს გეორგელიძემ არ გადამრიო. ხალხიც აუ შენ გადაგა, შენი იმედი გვაქვს წერენ. მერახჩუა კაცის იმედი თუ გაქვს შავად არის ჩვენი საქმე. იმედი ახალგაზრდები მოდიან და იმათი იმედი უნდა გქონდეთ, იმათია ქვეყანა და თქვენ უკანვე გახვიდეთ ძველგაზრდები. ახალგაზრდებს აგინებს ეს ძველგაზრდები. რა არის და ბეჭედი დაუნახეს საყურეზე გავგა. კაი ერთი რა. მოხუცების აშენებული სახელმწიფო მე არ გამიგია. ასე რომ ამის გარჩევა და კრიტიკა რატომ არის მიუღებელი? პირიქით კი არ უნდა გაბრაზდეთ, დამიმტკიცე რომ ხდები. პრაქტიკით დამიმტკიცებ, ყბედობით ვერ დამიმტკიცებ. იმიტომ რომ საუბარში ვერ მაჯობებს ვერანაირი პატრიოტი. მაჯობებ პრაქტიკით. აი პატრიოტებს პრაქტიკა არ გააჩნიათ, ამას ვიძახი. დამიმტკიცოს ერმილემ რომ პატრიოტია. წავიდეს, ხო ყავს ყურნები, ხო ყავს. არ ხო ყავს მრევლი, ხო უსმენს. ჩაბზანდეს ბატონი ყვერმილე, დაუჯდეს იქა
გიორხელიძეს, ჭაბუკაშვილს და არიან კიდე თორდიები და ვიღაცები პატრიოტები და ბიჭო რაღაცა გააკეთეთ და ჩამოიყვანეთ ვასაძე და დაგვიმტკიცეთ არა პატრიოტებს რომ თქვენ პატრიოტული თეორიით ააშინეთ ქვეყანა და ჩვენ კიდე 24 საათი თუ გინდა გვაგინებთ და საერთოდ ტყავი გაგვაცრეთ. და მე ვიღებთ ამას ნებაყოფლობით. დაგვიმტკიცეთ ამ ქაქანს და შეჯიბრის მე მიყვარს, შენ არ გიყვარს, შენ არ ხარ პატრიოტი. ბიჭო არც გიმტკიცეთ რომ პატრიოტი ვარ, იმიტომ რომ ეს არის ცარიელი სიტყვა. მე ვარ ადამიანი. ჯერ ციცოცხლეა ჩემში. შემოქმედთან ურთიერთობამ სურს საფრთხო წელიწადში რა პატრიოტობაზეა ლაპარაკი ეს ცარიელი სიტყვა არის. აი თუ ხართ მან საქართველოს პატრიოტები დამიმტკიცეთ აბა რა საკეთებთ. რაღაც თეორია რა გაქვთ გამაგებინეთ. როგორ უნდა აღორძინდეს საქართველოში სუბუქი და მძიმე მრეწველობა, აგროსექტორი. ამუშავეთ, ვერ ამუშავებთ, იცით რატომ? ყველა პატრიოტი ხართ საქართველოში. პარლამენტშიც პატრიოტები. პატრიოტი არ არის ყაველაშვილი, ფეხბურთელი პატრიოტი, შტანგისტი პატრიოტი, ჭიდაობა არის პატრიოტი, ჩხუბი არის პატრიოტი. მე კიდე მინდა პურს ვერ გამომიცხობს. კაბას ვინ შეკერავს? რას გამოუშვებთ ისეთ ნაწარმს რომ გაიყიდოს ეგა? საქონელს ვინ გაამრავლებს რომ არ შემოვიდეს დამპალი ხორცი ბრაზილიიდან და ინდოეთიდან კიდე რა შემოდის კაცმა არ იცის რომ სპობთ ერთმანეთს. გამაგებინეთ, პატრიოტებო. შემოგძახებთ. ყვერმილე, პატრიოტო, შენი მართლა აქა-იქას არა პატრიოტი დედავატირე შენი რა. იმის ტრაკიც არა გაქვს თქვას რომ პატრიოტი კი არა საქონელი ხარ. ჩადი საქართველოში შეჩემის ტრულაილაო შენა. და ამოუდექი გვერდზე გიორხელიძეს. ვასაძე დაბრუნდეს კომპლით, პატრიოტული კომპლით. ან კიდე გითხარით რომ დაავადება პატრიოტიზმი და გავჩერდებით. გაიქცევიან გარეთ Facebook-ის პატრიოტები. იქ ქუთაისელი პატრიოტები კიდე გადმოძახილე პერეკლიჩკა რუსულად. შენ გენაცვალე, რა პატრიოტი ხარ? ერმილე ჯიგარი ხარ. რა ვიწყდებათ რომ ეს ყვერმილი არის ჯიგრები. ჯიგარი უნდა იყოს საჯიგრეთში. რამდენ ხანს იქნება იქიდან პატრიოტული გადაძახილებით. რატო გადაყარეთ ქუთაისიდან ქალები გარეთ ამიხსენეთ თუ პატრიოტები ხართ? რო გდიხართ ყანწით ხელში და პატრიოტი და ინტერნეტში კიდე კაკაკუგით ხართ და წერა კითხვაც რო არ იცოდით, ამან რო გასწავლათ დასავლეთმა. ასოებიც კიდე იმება ჩამთორე ისე მე მგონი კალმკალმისით ვეღარ დაწერს ვერაფერს. პატრიოტებო, დაგვიმტკიცეთ არა პატრიოტი. გვაგინეთ, გლანძღეთ. ხო არ გეცილებით, კაცო. პატრიოტები არ იყო პარლამენტში რო შევარდნენ იქა და დაბრენდა თელი თბილისი. ახლა მიდით ნეოზვიადისტებო. 31 მარტს რას გამიკეთებთ გიორხელიძე მაინტერესებს. ზარამაცები არიან პატრიოტები, ზარამაცები. ეგენი თვითონ თეორია პატრიოტობა, პრაქტიკა დასავლეთის. მაჭამე მასვე დასავლეთო, იმიტომ რომ ჩვენ ვართ სოფლიოში ყველაზე მაგარი მორწმუნეერი. ხო. ამაზე რომ დამაჭამო და მასვე აბა როგორ გინდა. რუსო უნდა მიგზავნო პური. შუქიც უნდა გამომიგზავნო და გაზიც. აბა როგორ მე ჩვენ ვართ როგორ ევროპა სად იყო ჩვენ რო ვიყავით არ არსებობდა ევროპა 3000 წლის კულტურა გვაქვს ისე რა ვთ ამას კულტურის რა კურტუმო და კუჭირო აქვს ეს ცნობილი ამბავია ამიტომ ვერავერ დამიწყდა ჯერჯერობით რომ პატრიოტებს შეუძლიათ ფაბრიკაში მუშაობა ქარხანაში მუშაობა მაგარ იმას უშვებენ საქონელს ისე ყიდიან რომ საქართველოს დაკმაყოფილება და დასავლეთის ბაზარებზე კონკურენციას ყველას უწევენ და ასწრებენ. დაგვიმტკიცეთ, ვაზის კულტურა ქონდათ, ეგეც კი აღარა გაქვთ. ხალხი აღარ ვაზ მუშაობა უნდა. ჯოჯოხეთური შრომა აქვს ვაზ და ყვერმილე ვაზ დათესავს და ვაზ გაფურჩქნის ეს ჩემი სტრულაილაი. წავიდა იქა დაეჭირა მობილური გაყო რაღაცა გალიფე ლოყებით ისა. არი ტყედა ველა და და არჩევს სოფლიო პოლიტიკას ეს ჩემის გადარეკილი ესა. არის მათხოვრობს იქა საფრანგეთი დაწანწალებს მაწანწალა ავარაუმ სუფთავარა ის რო არის რა ინდური ფილმი ხო მე რაჯუტა ეჯაპანე უნდა უმღეროთ ამ ჩემის გადარეკილს ამას ცარიელი სიტყვებია პატრიოტიზმი და არავის არაფერი არ გაუკეთებია აი კერა მაგის არის ეს გათახსირებული და გაკაპიტალისტებული მღვდლები ეს გახრწნილები ესენი აი ვინ არის ქართველენოვანი ერის ჭირი. არ მოიშორებთ ამას? 25 წელი მე მგონი უნდა დავიყვანოთ, მგონი 10 წელზე. 50 წელზე უკვე ხელი ავიღე მე. 15-10 წელზე ჩამოვედი. ქართველი მანდ აღარ იქნება.
კი არ მოკლავენ. დატოვებს მაგ ტერიტორიას, დატოვებს. ახლა უყური ამათ რა როგორ გულაობენ პარლამენტში ისე და რო წავა ქართველიერი მე პარლამენტში ვის აირჩევენ მე უკვე არ ვიცი და თუ იქნება თქვათ ისე დროშებზე რა ვიცი თუ გარეთ გაიყრებით და სამშობლოს სხვა ჩავაბაროთ ვიპატრიოტოთ ჩვენ და ჩავაბაროთ ეგა სომხებს აზერბაიჯანელებს ჩინელებს და აქედან ჩვენ ვიპატრიოტოთ აი ამას არ აკეთებს ყვერმილე ის პატრიოტობს იქა და არ უხათრმა ქართული ისწავლა ეგ იმბაშობს და ბევრს შეიძლება ვადგებოდეს. აბა შევიდეს და ნახოს, არ უხათრე. ყვერმილია. არ უხათრს, ჩართენახე, აი ეგ არის პატრიოტი. ინდოელი კაცმა ქართული ისწავლა. მიატოვა ისე ნაგავი, ჩამოვიდა ჩვენთან. ცოლი ითხოვა ინდოელმა. ბავშვები ყავს. ქართულს სწავლობს ბავშვები, ქართველები არიან. ამიტომ შენ კიდე, ამიტომ ქვია ყვერმილე. ეს რა დღეში ჩამიგდიხარ, ბატონო ბალაფია. ეს პროფესორი კაცი, ეს განათლებული კაცი, თან დიდ მოწამე და მორწმუნე, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება ბიბლიის კვლევას მიუძღვნა და ღმერთის ძიებაში იყო და აღმოაჩინა. ახლა თავის მოსწავლეებს ასწავლის. მოკლედ არ ვიცი. ალბათ შენ მოსეს რჯულით ცხოვრობ, კბილი-კბილის წილ, თვალი-თვალის წილ, სისხლის წილ, თორე ბიბლია რო გქონდეს წაკითხული, ერთხელ მაინც იმდენი გეცოდინებოდა, რომ ამ ხნის კაცმა ასე არ უნდა იბილწიტყო, მით უმეტეს შვილისწონა ადამიანის მიმართებაში და რაც მთავარი არის, მიმტევებელი უნდა იყო. ხო გაწყენია, შეგაი ადამიანი, ხო და მომიტევე. მიეცი მაგალითი მთავარმა მქადაგებელმა შენ მრევლს. რა არის ეს? რა სიტყვებით ლაპარაკო? ხალხო, ხშირად იციან თქმა, რომ ერის საუკეთესო ნაწილიო ემიგრაციაში არის. მე ამ აზრთან ცოტა შორსა ვარ. ერის საუკეთესო ნაწილი ემიგრაციაშიცაა და ქვეყანაშიც არის. ემიგრაციაში მე იმდენი გადაგვარებული ქართველი შემხვედრია. აი თუნდაც ის სათვის ტომოები, რომლებიც ნაცებით არის გამოტენილი, ლიბერასტი, პიდარასტი, პირწავარნილი ნაცებით, რომელსაც თავიდან ბოლომდე ეზიზღებათ ქართველობა. აი თუნდაც ბატონი მალაფია მის მრევლთან ერთად, რომელსაც ეროვნულობაც ეზიზღება და მართლმადიდებლობაც ეზიზღება და მე ვიღაცა შტერი გამოვა და იტყვის რომ ჭკვიანი კაციაო და უნდა მოусმინო. თქვენ დედმამიშვილებო, როდის მე ყოფილა ეროვნულობის, პატრიოტიზმის და ქრისტიანობის მტერი, კარგი ადამიანი ქვეყნისთვის. მოკლედ, თქვენც არაფერი გეშველებათ აწი. იმიტომ რომ თეოფილე მალაფიას მიმდევარი რო იქნები ადამიანი, იმას არც უნდა გეშველოს პრინციპში და რაც შეეხება მალაფიას, აი უფალთან რო შეხვდები, იქ აგე პასუხი იმ შემნამოქმედარზე, რითაც ცხოვრობ მთელი შენი ცხოვრება, რაც არის შენი ამოსავალი წერტილი. შენი ამოსავალი წერტილი რა არის, იცი? სადაც დაიბადე, სადაც გაიზარდე, ვისი სისხლის საცახარ, ეს გეზიზღება. ესა ბუნებრივად მოღალატე, ბუნებრივად. ადამიანი, რომელიც საქართველოში დაიბადა, ქართველებში გაიზარდა, ასე ეზიზღებოდეს საკუთარი სამშობლო და იმან, რამაც მისი სამშობლო აქამდე მოიყვანა, მხოლოდ და მხოლოდ მოღალატე შეუძლია. ამიტომ იმ ფინანსურ мотиваციებთან ერთად, რომელსაც დასავლეთიდან იხდიან ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის და რწმენის წინააღმდეგ ბრძოლაში, ბუნებრივი мотиваციაც არის, როდესაც ესეთი მოღალატეები ერთვებიან. და ახლა ვიღაცა შემედავება და მეტყვის, რომ რას ამბობ ეს დასავლეთიდან არასდროს არ ხდება. მე მგონი ღირს შევახსენო ზოგ-ზოგიერთ ადამიანებს ძალიან დიდი ღრმა დემოკრატიული ქვეყნის კაშკასა წარმომადგენელი, ისეთი როგორც იყო მაგალითად ზიგმუნდ ბჟეჟინსკი, რომელიც ამბობდა, რომ ჩვენი მთავარი მტერი მართლმადიდებლობა არისო. ასევე ჯორჯ სოროსი, რომელიც საქართველოზე ამბობდა, რომ საქართველოს მაშინ ეშველება და საქართველოს მაშინ გაბრწყინდება, როდესაც ქართველი ახალგაზრდები თავისი ნებით იტყვიან უარს ზიარებაზე და აღსარებაზე. ხო და არაფერ განსხვავებულს თეოფილე მალაფია არ ამბობს. თეოფილე მალაფია არის ერთი ჩვეულებრივი მედროვე დაბალი დონის თაღლითი,
რომელი თაღლითიც მთელი მისი ცხოვრების მანძილზე ცხოვრობს და არსებობს მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ ლანძღავს მართლმადიდებლობას და საკუთარ სამშობლოს. თავშესაფარიც ამის წყალობით მიიღო თავის ხროვასთან ერთად და იმ 4 მეუღლესთან ერთად და ასე შემდეგ. ანუ მისთვის ბიბლია ეს ჩვეულებრივი ბიზნესი არის, როგორც უამრავი სამწუხაროდ უამრავი ყანდურისთვის ქრისტე ერთ-ერთი ყველაზე კარგად გასაყიდი პროდუქტი. ნუ, მოკლედ ერთი სიტყვით და ორი გაგებით 80 წლის კაცი, რომელიც აწი მალე უნდა შეხვდეს უფალს და მაინც იმას აკეთებს, რითაც დაიწყო და არანაირი სინანული არ გააჩნია ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ძალიან ბოროტი ადამიანია. კარგად, ბატონო თეოფილე მალაფია. ხანდახან შემოგეხმიანები, რათაც მეტი ხშირად მახსენებ, მით უფრო. ხო იცი? არ ტოვებ, მე არავის უპასუხოთ. აბა, კარგად ბრძანდებოდეთ.